კვებაც დამოკიდებულია მის ფიზიკურ აქტივობაზე და ჯიშზე. თავიდან ბოლომდე. აი რაღაც კალორიულობა, რაღაც კალორაჟი, თქვა რამდენიც უნდა მიიღოს ცხოველმა. ძალიან მეტ სპორტული ცხოვრებით ცხოვრობს, მართლა ნადირობს ან ტერიტორიაზე გაშვებული ზამთარში ტერიტორიაზე გარეთ სადაც ციცივია, მისი მოთხოვნა კვებით გაცილებით მაღალია, ვიდრე მინიატურული ძაღლების, რომელიც ოთახშია 25 გრადუს ტემპერატურაზე, გადახარ მეცეთ სახში. მოთხოვნა განსხვავებულია. კომბინირებული კვება ძალიან რთული და საჭიერი არის ოქროშუალედის მოძებნა. ზაღში ამ პრობლემით მოდიან ჩვენთან, რომ ეს პატარა ძაღლებს ყავთ შალკვებაზე, მიაჩვენეს ლეკობიდან შალკვებას, ხო? გაასინჯეს თუ არა ხორცი, იქნება იწყება манипуляცია. პატრონი რა თქმა უნდა ვერ უძლებს ამ ცდუნებას და გადაყავთ, ბოლოს ღებულობენ ხოლმე პრობლემას ჯანმრთელობის. ძინათ ხორცზე გადადის ცხოველი. ყალაშო გახტება, ამ თვალით საწყალ თვალითო გიყურებს, ყელში გეჭხირება, ცის დამოზე გაწუხებს და მე აჭმევ. ამიტომ თავიდანვე ჯობი არ გაასინჯო, იმიტომ ამ პრობლემის დადგები ყველა ვარიანტში. გასაგებად მინიატურებში აქვს ძალიან დიდი პრობლემა. ტკბილი კატეგორიულად ეკრძალება ძაღლს. ჟან წარეთ ტკბილი. არის პროდუქტები, თქვა შეიძლება სასიკვდილო იყოს, თუნდაც ყურძენი. არსებობს ეგეთი ცნება, სასიკვდილო დოზირება ყურძნის, რომელიც წავიყვანოს ვითარდება თითქმელების. თუნდაც ჭამიავდნენ ბანანის მიცემა. ესე ვთქვათ, ტრადიციული კერძი, რომელსაც უარს ვერ ვამბობთ, არის ის, რაც ყველა ძაღლს უყვარს. ძვალი. რამდენად კარგია, რამდენად მისაღებია. რაც უფრო იაფასიანი ბრენდია, უფრო მოსწონთ ვიდრე ძვირადღირებული ბრენდები. რატო? იმაში მეტი ქიმია მარტივად, მეტი ინგრედიენტებია არომატიზატორების სახით, უფრო მიზიდველია ცხოველისთვის. ცხვირი ძაღლი ენდობა თავის ცხვირს და არა თვალებს.